კვირაში 2 დღე არაფერი რო არ ვჭამოთ და განტვირთვის მიზნით ვიყოთ მარტო ყავაზე და წყალზე, რამდენად სწორიაოს ესეთი კითხვა შემოვიდა. პირველ რიგში გეტყვი, რომ არანაირი შიმშილი კარგი და სწორი არ არის. ჯერ მარტივ მიზეზს გეტყვი, რომ როდემდე გაძლებს შიერი, ეს 1 დღე და 2 დღე შიმშილი როგორი გასაძლებია, ისტრესება ორგანიზმი და სტრესის დროს ისეთი ჰორმონები გამომუშავდება, რომ ყველანაირ ცხიმისთვის და ყველანაირ კარგ პროცესებს მოკლედ აფერხებს და ანელებს. შემდეგ შიმშილი არ არის ბუნებრივი მოთხოვნილება, საკვები ელემენტები გჭირდება, რომ სწორი პროცესები მიდიოდეს შენს ორგანიზმში. ამიტომ თუ არ მიაწვდი ამ საკვებ ელემენტებს, ორგანიზმი იფიქრებს, რომ შენ ვერ შოულობ ამ ენერგიას და საკვებ ელემენტებს და ყოველ დღე რაც შენი შიმშილები უფრო შეამცირებს შენს მეტაბოლიზმს და ნაკლებ ენერგიას მოიყვანს. და სხვა თუ არაფერი, ეს უზმოზე და მშიერზე ამდენი ყავის და არასაჭირო ელემენტების მიღება კუჭს გაგიუბედურებს. მოკლედ უამრავი მიზეზია, რატო არ ვარგა ეს და არ გირჩევა, არ გინდა შიმშილი. დააბალანსე შენი კვება და ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა ეს იგივე ვარიანტია, მანქანა რო ყავდე სახში და იკითხო ბენზინის გარეშე რამდენად სწორია სიარულიო და ვერ ივლის სწორედ, ხო, იმიტომ რომ ჭირდება მას ეს ყველაფერი.